ჩხერები. დავდოთ და გაწმინდოს აურა. თან ძალიან კარგი არომატია. აი, აქ ესე დავდებ. იქნება ესე აურა გაწმინდილი. მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტები გვაქვს ახლა და ეს უნდა განვიხილო აუცილებლად თქვენთან ერთად, მეგობრებო. აქ ცოტა ჩხირის ყვავილიც იქნება. არ გაგიკვირდეთ. მეგობრებო, პირველ რიგში მალე გვაქვს ახალმთვარეობა, კერძოდ 18 იანვარს გვექნება ახალმთვარეობა და მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ნიუანსები გავითვალისწინოთ აი ამ ახალმთვარეობის და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სურვილის ჩაფიქრება რეალურად. თან თავად ციფრი 18-იც ნუმეროლოგია რომ ჩავთოთ აქ საკმაოდ მისტიურია. რას ნიშნავს ახლა ეს მე-18 არკანი, თვითონ ეს მე-18 არქეტიპი ხო არის მთვარე. ამიტომ თხოვში ეს არის კავშირში ჩვენს შიშებთან, არაცნობიერთან. ამიტომ შეგვიძლია რომ ამ დღეს, კერძოდ 18 იანვარს ჩვენ გავთავისუფლდეთ ჩვენი შიშებისგან. ჩავფიქროთ სურვილები, ხო? ანუ მანიფესტაცია რასაც ქვია ეს გავაკეთოთ. შეგიძლიათ იულოცოთ, შეგიძლიათ იმედიტიროთ, ხო? ანუ ყველაფერი ის გავაკეთოთ, რაც მაქსიმალურად თქვენთვის აი პოზიტიურ ენერგიებთან ასოცირდება. ეხლა ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს სპორტი, ამიტომ ძალიან კარგი არის ეს რომ გააკეთოთ. მოკლედ 18 იანვარს მაქსიმალურად პოზიტიურად ვატარებთ. შემდგომში ეს ასე ვთქვათ ერთთვიანი ციკლი რომ დადებითად წავიდეს ჩვენ ცხოვრებაში. ხო ზოგადად ახალმთვარეობა უნიკალურია იმით რომ ამ პერიოდში ძალიან კარგია წამოწყებები, კარგია მომავლის დაგეგმვა, კარგი არის სურვილების ჩაფიქრება, ხო? ანუ ახალმთვარეობა გაძლევთ საშუალებას მასშტაბირების. ამიტომ ახალმთვარეობა ძალიან კარგი ფაზა არის იმისათვის, რომ ესე იგი ჩვენ მოვიზიდოთ ის, რაც გვინდა. აქ რა თქმა უნდა გარკვეული ნიუანსებიც არსებობს, ხო? ახლა რაღაცა ჩავიფიქრე და ასე კაპ და ეგრევე მომეცა, რა თქმა უნდა ეს ესე არ ხდება, ხო? გარკვეული ეტაპებია ცხოვრების გასავლელი, რომ თქვენ მოგივიდეთ ის, რაც თქვენ გინდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ თქვენი სურვილი იქნება მაქსიმალურად ადეკვატური, ანუ ადეკვატურში რას გულისხმობ? რეალისტური, ანუ დაუშვათ ისეთ რაღაცას ჩაიფიქრებთ, რაც პოტენციურად მართლა შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში და უბრალოდ გინდათ პროცესების დაჩქარება, ხო? მაშინ რა თქმა უნდა დიდი ალბათობა არის, რომ ეს ყველაფერი მოიზიდოთ. კიდევ არის გარკვეული ნიუანსები, რომ კარმის კანონები არ უნდა დავარღვევთ, ბალანსის კანონია და ასე შემდეგ. ან რაღაც ზედმეტიც არ უნდა ვითხოვოთ, დავუშვათ, ხო? მოკლედ ეს მნიშვნელოვანია, რომ ამ ფარგლებში გავაკეთოთ მანიფესტაციები, ხო? და კერძოდ ახლა ვის შეეხება უფრო მეტად ეს ახალმთვარეობა 18 იანვრის, რა თქმა უნდა ეს უნდა განვიხილოთ, შეეხება მეტწილად თხისრქებს, ხო? იმიტომ რომ ზედამთვარე ორივე გვექნება თხისრკაში. თხისრქის გარდა კირჩხიბებს, სასწორებს, ვერძებს და ვისაც აი პირად რუკაში გაქვთ ამ ნიშნების გავლენა, განსაკუთრებით იგრძნობთ ესე იგი ამ გარდამტეხ ენერგიებს, ხო? 18 იანვარს. კერძოდ ეს ახალმთვარეობა თხისრქაში რას ნიშნავს? თხისრქა არის ნიშანი, რომელიც არის კავშირში დისციპლინასთან, შეზღუდვებთან, კარიერასთან, ხო, მომავალთან ზოგადად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ ჩვენ დავიწყოთ ფიქრი ჩვენს მომავალზე. დისციპლინაზე, რაღაცები დავალაგოთ ჩვენ ცხოვრებაში. ის რაც დასალაგებელია ამდენი ხნის განმავლობაში. რატომ? იმიტომ რომ აი ეს თხისრქის ახალმთვარეობა ყოველთვის გვაძლევს აი ამ რაღაცა რეალისტურ ცოტათი კრიტიკულ, მაგრამ ძალიან დამიწებულ, პრაგმატულ და რეალისტურ ხედვას ჩვენ ცხოვრებაზე და ჩვენს თავზე, ხო? და მით უმეტეს ჩვენ თუ გვაქვს რაღაც ამბიციები კარიერული, აი ამ კარიერულ ამბიციებზე და მათ რეალიზაციაზეც გარკვეულ საღ აზრს გვაძლევს ხოლმე. ანუ ახალმთვარეობა საბოლოო ჯამში შეიძლება მაინც ჩაითვალოს აი დადებით ფაზად მთვარის, იმიტომ რომ მთვარე მაქსიმალურად არის ესე იგი მზის ენერგიებთან შეერთებული, ხო? აი მზედა მთვარე ფაქტობრივად ეს ორივე პლანეტის და ხო ასტროლოგიაში ეს ორი, რა თქმა უნდა, მნათობი ითვლება პლანეტად. აი ამ ორი პლანეტის ენერგია მზისას და მთვარისაც აქტიურდება ახალმთვარეობაზე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ
ჩვენი პიროვნული რეალიზაციისთვის ენერგიები ზუსტადაც რომ მოვიზიდოთ და მობილიზება გავაკეთოთ, ესე იგი ამ ყველაფრის სამომავლო წარმატებისთვის. და რა თქმა უნდა, დღესდღეობით განსაკუთრებით იგრძნობენ ამას. და ახლა ზოგადად დღესდღეობის პერიოდია, მაგრამ მალე დამთავრდება უკვე. Რაღა დარჩა 25 გრადუსია უკვე დღისრგის მზე, უკვე უახლოვდებით მერწყულის პერიოდს, მეგობრებო და რა თქმა უნდა, ახლა დღისრგების პერიოდი რომ არის ჯერ კიდევ დღისრგებისთვის არის კარგი პერიოდი და კურვებისთვის და ქალწულებისთვის, ხო, ეს მიწის ნიშნების პერიოდი, ახლა მეტწილად. ვინც ვერ დაესწრება ამ ლაივს, მე ჩანაწერს ნახავთ, არ იქნება მაგის პრობლემა. ისეთი ახალმთვარეობაზე ვისაუბრეთ. მაგრამ გვექნება 18 იანვარს, მეგობრებო. თან კომპიუტერით შემოვალ რომ ვნახო. თქვენი კითხვები არ მიჩანს ხოლმე. ტელეფონით. წელი მართლაც ძალიან ბევრ ცვლილებას მოიტანს იმ კუთხით, რომ 2025-ში თუ რაღაცა დანაკარგები გქონდა, დაუშვათ ხო, იმიტომ რომ საჭირო იყო და ადამიანები წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან და ასე შემდეგ, ან თქვენ თვითონ გაუშვით. 2026-ში უკვე აი ახალი ადამიანების შემოსვლა იქნება საერთოდ ახალი ენერგიების მობილიზება თქვენ ცხოვრებაში, ხო? ანუ ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი 2026. ამიტომ აი რა თქმა უნდა ყველა იგრძნობს ამას. ეს არის ნუმეროლოგიურად ერთიანის წელი, ერთიანი არის მზე, მზე არის რა, ცეცხლის სტიქია, ეს არის შემოქმედებითი საწყისი, შინაგანი იმპულსი, რაც გვაიძულებს რომ რაღაცები შევქმნათ ჩვენ ცხოვრებაში და წინ წავიდეთ, ხო? ეს შემოქმედებითი ენერგიები აქვს მზეს და ამავდროულად მზე არის ფოკუსირებული თავის მეზე. თავის თავზე, ხო, თვით რეალიზაციაზე და შესაბამისად ეს არის საკმაოდ ისეთი პოზიტიური წელი მაგ კუთხით, ხო, ეს წელი. ამიტომ ვინც გაუძლო აი 2025 წლის ცხრიანის აი ამ დამანგრევალ ენერგიებს, რა თქმა უნდა, აი წელს უკვე გვექნება საშუალება, რომ ასე ვთქვათ, აი ამ ნანგრევებზე ავაშენოთ აი რაღაცა ახალი. აი ძალიან საინტერესო პერიოდში ვართ, მეგობრებო, ამიტომ იყო ასეთი ინტენსიური ეს ბოლო 3 წელი რეალურად. ძალიან ინტენსიური ენერგიები იყო, იმიტომ რომ ჩვენ შევდივართ უკვე რაღაცა ახალ გაზომილებაში, ხო, მთლიანი პლანეტა, რაღაცა ახალი ენერგიების მობილიზაცია ხდება და ნუ ამას მაინც ყველა გვგრძნობთ. თევზებს გვეშველება რამე. გააჩნია თევზების პირად რუკას და ეს გვეშველება, ეს მიყვარს ხოლმე რომ წერენ, რომ აი, დავუშვათ, ვერძებს გვეშველება რამე, ან ლომებს გვეშველება რამე, ან რაღაც ეგეთი მოგე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ისეთია არა კონკრეტული კითხვა. გააჩნია რას გულისხმობთ კონკრეტულად, ხო, ამ შველაში და რატო ფიქრობთ, რომ შველა გჭირდებათ. და რა თქმა უნდა პერსონალურ რუკასაც გააჩნია ამ შემთხვევაში. მე ვარ ერთიანი. ხო, ნუ გააჩნია რაც გულისხმობთ. ხა, შეიძლება იყოს მისიის ციფრი ერთიანი. მისიის ციფრი ერთიანად რო შეკრიბავთ ციფრებს და შეიძლება იყოს დაბადების დღის ციფრი ერთიანი, დავუშვათ 1 რიცხვში დაიბადეთ ან 10 რიცხვში შეიძლება 19 რიცხვში ეგეც ერთიანი გამოდის, ხო? კი, ერთიანი მზის ენერგიებია, რა თქმა უნდა.
მეგობრებო, ეხლა გვაქვს ძალიან ისეთი საინტერესო პერიოდი, იმიტომ რომ გვაქვს პლანეტების უმრავლესობა ეხლა თხის-რქაში, ანუ მზე, მერკური, ვენერა, მარსი. ეს პლანეტები გვაქვს თხის-რქაში, მეგობრებო, ამიტომ თხის-რქებისთვის ძალიან აქტიური პერიოდია ეხლა. შეიძლება ვინც ხართ ტიპიური თხის-რქა, გრძნობდეთ თავს უფრო მოტივირებულად, უფრო გინდათ წარმატება კარიერული და ყველაფერს აკეთებთ მაგისთვის, შეიძლება ხო? ну, რა თქმა უნდა, ეხლა თხის-რქას რა უნდა უნდოდეს, ხო? კარიერული თვითრეალიზაცია პირველ რიგში, ხო? სოციუმში რომ დამკვიდრდეს. ეს არის ზოგადად ამ ნიშნის არსი, ხო? და შესაბამისად, კარგი არის ხა თხის-რქებისთვის აქტიური სპორტი, კარგი არის თხის-რქებისთვის დაგეგმარება თავისი მომავლის, ხო, აი ეს პერიოდი, აი სანამ ეს ამდენი პლანეტა გვაქვს თხის-რქაში, ხო, 1 2 3 4 პლანეტა გვაქვს თხის-რქაში, მზე, მერკური, ვენერა, მარსი, ხო, ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ და კიდევ ვისაც გაქვს, რა თქმა უნდა, გავლენა თხის-რქის, აი მაგალითად ვენერა თხის-რქაში პირადობაში მთვარე ან მარსი ან ასცენდენტი თქვენს იგრძნობთ გარკვეულწილად აი ამ პლანეტების ენერგიებს, ხო? ძალიან ისეთი საინტერესოა. ერთგვარი სტელიუმია, ხო, პლანეტების თხის-რქაში, ხო? ну შეერთება ამდენი პლანეტის თხის-რქაში, ამიტომ თხის-რქებისთვის ახლა არის ძალიან აქტიური პერიოდი. ეხლა, ვის აქვს ენერგიის დაქვეითება, ხო, ამაზეც უნდა ვისაუბროთ. მერწყულებს და კირჩხიბებს აქვს ახლა ენერგიის დაქვეითების პერიოდი. და მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ, ანუ ასე 20 იანვრის ჩათვლით იქნება დაახლოებით ეს პერიოდი. კირჩხიბებო და მერწყულებო, ესე იგი ენერგიის დაქვეითების პერიოდია. მეტი დაისვენეთ და ანუ დაავკვეთ რაღაცა ნეგატიურ აზრებს. კიდევ, მეგობრებო, რაც ძალიან საინტერესო მომენტია, რა თქმა უნდა, გვაქვს ახლა ესეთი ასპექტები. ესე იგი, მარსის აქტიური ასპექტირებაა. ვენერა მარსის შეერთება, მერკური მარსის შეერთება, მზე მარსის შეერთება, მოკლედ ეს მარსი და მარსი რა არის? ბრძოლა, კონფლიქტი, დაპირისპირება. ну, ამიტომ არის ესეთი დაძაბული პერიოდი, ხა რამდენი რაღაც მოხდა, ხო, არ მინდა ხა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თქვენც იცით, ხო? ბევრი რაღაც ხდება მსოფლიოში, ხო? მსოფლიო ასპარეზზე. რატო არის ეს ყველაფერი? ეს მარსი, ბრძოლის პლანეტა, რა თქმა უნდა, არის ხა გააქტიურებული, ხო? ამდენი ასპექტირებით. ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთი მომენტი არის. განსაკუთრებით აი თვის ბოლოსკენ, აი უკვე სახელმთვარეობაც რო იქნება, გვაქვს ძალიან ისეთი საინტერესო ასპექტირება, ის იქნება უკვე პლუტონის შეერთებაც უკვე იანვრის ბოლოდან და რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ ტრანსფორმაციებს, სიკვდილიანობის ხარისხი გაიზრდება ორმაგად, როგორც მინიმუმ. იმიტომ რომ პლუტონმა ასე იცის და მე ყოველთვის წინასწარ გავთხრებთ ხოლმე, სანამ პლუტონი მზის შეერთება გვაქვს ხოლმე, ან დაპირისპირება. ამიტომ საკმაოდ ისეთი შფოთიანი ენერგიები იცის ზოგადად, და შფოთიანი ენერგიების მოტანა, ხო? რაღაცა ტრანსფორმაციები, კრიზისები, დანაკარგები, ხო? ნგრევები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის მოკლედ პლუტონის ძლიერი ისეთი ინტენსიური ენერგიები და რაღაცების გადაწყობა ხდება შემდგომში ეს მზე პლუტონის შეერთებაც რო არის, აი ძალიან საინტერესო ენერგიებით შემოაქვს რეალურად, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ აი ამ ინტენსიური ენერგიებისთვის მზად, ხო, ყველა. ამიტომ არა უყვეთ შფოთს და ეს ნგრევა და ტრანსფორმაციები მივიღოთ როგორც იქნება, ესე იგი ეს იანვრის ბოლოდან, ხო? ეს წინასწარ გავაფრთხილეთ მოკლედ მაგაზეც და ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ დაბნელებებსაც, იმიტომ რომ რაღა დარჩა, ერთ თვეში უკვე დაბნელებები გვაქვს, მეგობრებო, ხო? გქონდა უკვე ჩვენ შემოდგომაზე დაბნელებები და წინა წლის შემოდგომაზე უკვე, ხო? გახსოვთ როგორი ენერგიები იყო და გაზაფხულზე გქონდა კიდე წინა წელს მარტის თვეში, ხო? მოკლედ დაბნელებები გვექნება თებერვალში, მეგობრებო, და რა თქმა უნდა, ეს დაბნელებები მოიტანს ძალიან ინტენსიურ ცვლილებების ენერგიებს, ხო, პლანეტის მასშტაბით. დაბნელებების კორიდორი არის დაახლოებით ისე ორკვირიანი პერიოდი, როდესაც ადამიანი უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად. ანუ რას ვგულისხმობთ ახლა ამაში?
ვინაიდან ეს არის საბედისწერო პერიოდი, არ უნდა მივიღოთ რაღაცა სერიოზული გადაწყვეტილებები, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ეს არ შეიცვლება მარტივად. თან თქვენს კითხვებს ვნახავ, მეგობრებო. ანუ ეხა რაღაცნაირად ეს თევზები და მერწყულები არიან შემოსულები, საინტერესოა. ანუ ღამურები ხართ, ხო? ღამურები. ღამე გიყვართ, რომ ხვიძავთ და მოკლედ რაღაცა ფილოსოფიაზე ფიქრობთ. კი ბატონო, რაც შეეხება ეხლა თევზებს, ხო, კონკრეტულად არ არის ეხლა მაინც ცუდი პერიოდი თევზებისთვის, ნამდვილად ტრანზიტები ამას უჩვენებს, მაგრამ უკვე მერწყულებს რაც შეეხება, ენერგიის დაქვეითების პერიოდი აქვს 20 იანვრამდე, ესე ვთქვი, ამიტომ მეტი დაისვენეთ მერწყულებო, ეხლა თქვენი ენერგოტონუსი არის შედარებით დავარდნილი, რა თქმა უნდა, დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე ესე ხდება ხოლმე და ყოველთვის ვამბობ. ამიტომ მეტი დავისვენოთ, ხო, ეხლა მოვუფრთხილდეთ იმუნიტეტს, ჯანმრთელობას და ასე შემდეგ, ხო? ეს მერწყულებს რაც შეეხება და უკვე 20 იანვრიდან, როდესაც მზე შევა მერწყულში, რა თქმა უნდა, ესეთი ენერგიების მozღოვებას იგრძნობთ, ხო? მერწყულებზე მაქვს საუბარი და ეს რა თქმა უნდა სხვა ჰაერის ნიშნებსაც შეეხება. სხვა ჰაერის ნიშნებს, ხო? მოძმე ნიშნები. ტყუპები. კი ბატონო. სასწორი ტყუპები. კი, სასწორისთვის იქნება კარგი პერიოდი, ზუსტად რომ ამ 20 იანვრიდან რომ ვთქვით, მზე რო შევა მერწყულში, კი, ნამდვილად. მაგრამ ზოგადად, აი, როდესაც ასეთი კითხვები არის ხოლმე, ყოველთვის ვამბობ, რომ აი ტრანზიტები, ანუ რას გულისხმობ? არსებობს როგორც ნატალური რუკა, პირადი რუკა, ხო, რაც ნუ ყველამ ვიცით რა არის, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს არის ჩვენი პერსონალური ჰოროსკოპი, გზამკვლევი, საერთოდ აი მთელი ცხოვრება რო არ იცვლება და რო დავიბადეთ დაბადების მომენტში, რა პლანეტებიც მოგვეცა, ხო, აი რა პლანეტებზე დავიბადეთ ასე შემდეგ, ეს მთელი ცხოვრება უცვლელია, ხო, ეს არის გზამკვლევი ერთგვარი, ანუ და რაც შეეხება უკვე პროგნოსტიკას, როდესაც გაინტერესებს, რომ მე რა მელის დავუშვათ, ხო, აი ამ პერიოდში, ხო? მან უკვე დგება სხვანაირი რუკა. ეს არის ტრანზიტული რუკა, ტრანზიტები დგება და მნიშვნელოვანია განვასხვაოთ, რომ ნატალური რუკა სხვა რამეა, ტრანზიტული სხვა რამეა. ამიტომ თქვენ რო წერთ, რომ დავუშვათ მეშველება ამ პერიოდში და ასე შემდეგ, ეს გამოჩნდება თქვენს ინდივიდუალურ ტრანზიტებში, ანუ თქვენი დაბადების თარიღი, ქალაქი, მიახლოებითი საათი, ლოკაცია ამჟამინდელი, ამით დგება უკვე თქვენი ტრანზიტების განხილვა, ეს არის ის თუ საერთოდ სად ხართ, ეხლა რა პერიოდში ხართ, რა კარგულ გაკვეთილებს გადიხართ, ეს ყველაფერი მანდ ჩანს. და ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ხო? ამიტომ ვისაც გაინტერესებთ მეგობრებო თქვენი პროგნოზი 2026 წლის, შეგიძლიათ მოგწეროთ. ჩვენ გვაქვს ეგ სერვისი, ტრანზიტული რუკა ქვია და კიდევ გვაქვს სერვისი პერსონალური ბიორითმების გამოთვლის, ხო? ბიორითმები, ანუ კალენდარი დგება ერთი წლის განმავლობაში თქვენთვის ნეგატიური და პოზიტიური დღეები. საერთოდ თლიანობაში ამ კალენდარში ჩანს ინდივიდუალურად თქვენზეა გამოთვლილი ეს ნეგატიური და პოზიტიური დღეები. ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, კი ბატონო, გვაქვს ეგ სერვისი, ძალიან ისეთი საინტერესო სერვისია, ნამდვილად და საჭიროც რეალურად მე თუ მკითხავთ საჭიროა, რომ ბარემ წლის დასაწყისში წინასწარ მოემზადებით, ესე იგი როგორი პერიოდი გაქვთ. აი, ზოგი მაგალითად მოდის და წინასწარ გვეუბნება, რომ აი წინასწარ მინდა 3 წლის საერთოდ, ანუ 3 წლის ტრანზიტები და გაგვიკეთებია კიდეც, აი 3 წლის ტრანზიტები გამიკეთებია პირადად მე 3 წლის და ნუ ძალიან ბევრი გვერდი გამოდის რაღაცა. რამდენი გამოვიდა? 200 დაახლოებით ამ ტრანზიტებს გაჩნია, ხო ზოგს არ აქვს ძალიან ისეთი რთული ტრანზიტები, მაგრამ ვისაც რთული ტრანზიტები აქვს, შეიძლება 200 გვერდიანი განხილვა გამოვიდეს, საერთოდ ისეთი იყოს, მაგრამ 3 წლიანია და ნუ 3 წელი ესე იგი წინასწარ იცი რა გელის და რაღაც მხრივ საინტერესოა კი ნამდვილად ეს ყველაფერი. ეხლა 5 წლისაც შეიძლება შედგეს და 10 წლისაც თუ გინდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად მაინც მოდიან და აინტერესებთ ხოლმე 1 წლის, ხო? ესეც არის. ზოგს საინტერესებს დავუშვათ 3 თვის ან 6 თვის, ასეც შეიძლება გაკეთდეს კი ბატონო, მაგრამ მინიმუმია 3 თვე მაინც, მინიმუმ 3 თვის მაინც
შეიძლება გავაკეთოთ. ამის რა ბევრი არის რაღაცა პანიკასაც აყოლილი ეშინიათ ამ წლის და მეგობრებო, არ უნდა დავუყვეთ პანიკას, არ უნდა დავუყვეთ რაღაცა ნეგატიურ აზრებს, როგორც დავაპროგრამებთ, ზუსტად ისე იქნება ეს წელი ჩვენთვის, ხო? ტრანსფორმაციული პერიოდი ამ მთლიანი პლანეტისთვის კი ვხედავთ, რომ რაც ხდება ხომ მსოფლიოში. ამიტომ კი, არ არის მარტივი წლები ჩვენი პლანეტისთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის და სოციუმისთვის, მაგრამ არ უნდა დავუყვეთ პანიკას, აი ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი და მე ვიტყოდი, რომ აქვს თავისი ღვთაებრივი მიზანიც კი. ანუ მე ასე ვიტყოდი ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესო პერიოდია რეალურად. გარდატეხის, ცვლილებების, ახალი ენერგიების შემოსვლის. ესეც უნდა გავითვალისწინოთ, მეგობრებო. ისე მსგავსი პრობლემა რაღაც ბევრი თევზებია დღეს ლაივში, როდის ამოვისუნთქავს პრობლემების გამო. მაგას ვერ ვიტყვი ზეპირად, თქვენი რუკა არ ვიცი, თქვენი რუკა რო ვიცოდე, გეტყოდით, როდის ამოვისუნთქებ. მშვილდოსნებს როგორი პერიოდი გვაქვს? მშვილდოსნებისთვის ხო, ეხლა შავი მთვარე ლილიტი ხო შევიდა 20 დეკემბერს 9 თვით. შევიდა მშვილდოსანში და რა თქმა უნდა, ხა შავი მთვარე არის თქვენ ნიშანში. ნუ საბოლოო ჯამში შავი მთვარე რო არის ხოლმე ჩვენ ნიშანში, უბრალოდ ჩვენი შიშები და ის რაღაცა ჩრდილოვანი, აი ნიშნის ჩრდილოვანი მხარე აქტიურდება, მაგრამ შეიძლება ძალიან მარტივად გავიაროთ ეს პერიოდი, თუ შინაგანად გვექნება დადებითი პოზიტიური განწყობა და უბრალოდ არ ავყევით რაღაცა შფოთს, დუნებებს და ასე შემდეგ. მაშინ კარგი პერიოდი იქნება შედარებით. ანუ ეს მშვილდოსნებზე მაქვს საუბარი და გადაამოწმოთ კიდე პლანეტები ვისკავთ მშვილდოსანში, ხო ეს გვეტყვის თუ რა ცხოვრებისეულ სფეროში შეიძლება იყოს ან პრობლემები ან რაღაცა სტუნებები, ხო რაღაც ნეგატიური აზრები და ასე შემდეგ, ხო? თქვენთვის, ანუ ვენერა არის ეს მარსი, მთვარე თუ უბრალოდ მზე. გააჩნია ამ ყველაფერსაც, რა თქმა უნდა. მეგობრებო, ვინც ეხა შემოხვედით, საუბრობდით, ესე იგი მიმოვიხილეთ ახალმთვარეობა 18 იანვრის, ასევე ის რა ასპექტები გვაქვს ეხლა და ნუ შევინახავთ აუცილებლად ამ ლაივს. ვისაც გინდათ, მეგობრებო, ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია ჩემთან დავუშვათ რომელიმე სხვა სერვისი გაინტერესებთ, ხო პირადი რუკა, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, პროგნოზი ამ წლის ან მომავალი წლების პროგნოზი. მოკლედ ყველაფერზე შეგვიძლიათ მოგწვევთ პირადში ან მოგწვევთ WhatsApp-ს და WhatsApp-იც მიბმული გვაქვს Facebook-ზე, იქ არის ჩვენი WhatsApp-ის ნომერიც და ვინც ვერ დაესწრო ამ ლაივს, აუცილებლად მეგობრებო, შევინახავთ ამ ლაივს. და ხო, ცოტა მოგვიანებით გილოცავთ ყველაფერს, მეგობრებო, რაც გვაქვს, ხო, ეს დღესასწაულების პერიოდია, მაგრამ რეალურად კიდევ ერთი დღესასწაული იქნება ერთ თვეში 17 თებერვალს და ნუ რავი, ჩემი რჩევაა რომ აღნიშნოთ, იმიტომ რომ მაშინ შემოდის ცხენი რეალურად და გაეხარდება რომ შევეგებოთ, ასე ვთქვათ, ხა ჩინეთში კი ხვდებიან და ეხა ჩვენს შევეგებოთ ქართველები, რაღაცა კარგი ის იქნება. უფრო წელი, რა თქმა უნდა, თუ შევეგებებით. ლილიტის დაბრუნების პერიოდი და კვანძების და სატურნის ყველაზე კარგი მქონდა. ხო, ეს ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, მეც ეგ ვთქვი, როგორც დააპროგრამებ, ისე წავა, ანუ ვინც იცის რომ ეგეთი პერიოდი აქვს და წინასწარ აპროგრამებს დადებითად და დაუშვათ ამუშავებს ამთავრ შავ მთვარეს სატურნს თუ კვანძებს, მაშინ რა თქმა უნდა კარგი პერიოდი ექნება. ხა ვისაც არ აქვს დამუშავებული თავისი შავი მთვარე ან თავისი სატურნი ან თავისი კარმული კვანძები თვითონ რაც არის,
მაშინ რაღაცა პრობლემები იქნება, კი რა თქმა უნდა, შეჯანჯღარება და ასე შემდეგ, კი რა თქმა უნდა. ეგ მაგის ინდიკატორია უბრალოდ, რომ ესე იგი ადამიანი არ მუშაობდა თავის თავზე ამდენი წლის განმავლობაში და არ დაამუშავა თავისი ჩრდილოვანი მხარეები. ეგ მაგას უჩვენებს უბრალოდ, თორე ვინც სულიერად ვითარდება მუდმივად, მისთვის არ იქნება ისეთი რთული, არც სატურნის დაბრუნება არ ჩაითვლეს და არც კარმული კვანძების. ეს ასე, ამას ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე. და ამ ლაივს შევინახავთ აუცილებლად ჩანაწერს და ვისაც არ გინახავთ ამ წლის პროგნოზი მეგობრებო, 2026 წლის პროგნოზი დევს უკვე ჩვენთან Facebook-ზეც, YouTube-ზეც და აუცილებლად გადადით და ნახეთ. და კიდევ კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, აი რა თემაზე ისურვებდით კიდევ ვიდეოს, ხო? განხილვას აუცილებლად იქნება სულიერება, ეზოთერიკა, ნუმეროლოგია, ასტროლოგია, მოკლედ რა თემები უფრო გაინტერესებთ, საინტერესო იქნება, რომ დააკომენტაროთ ან მოგწეროთ პირადში. ამას შევინახავ ლაივს.